დიახ, ოპოზიციის დევნის საქმეზე პროკურორებმა ლაშა კოტრიკაძემ და ანი ხუბეჯაშვილმა უკვე დაიწყეს 8 პოლიტიკური ლიდერის განცხადებების და მათ მიერ დაწერილი სტატუსების წაკითხვა. ეს პროცესი დღეს 6 საათამდე გაგრძელდება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური განცხადებების კრიმინალიზება ხდება, როგორც ადვოკატები ამბობენ, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში არ მოიძებნება დანაშაულის ნიშნები, თუმცა ბრალდების მხარემ ბრალის დასაბუთებლად სწორედ პოლიტიკოსების განცხადებები მოიტანა საქალაქო სასამართლოში და ამ განცხადებების კითხვით არის ახლა სწორედ დაკავებული. წერილობით იმტკიცებულებების ფარგლებში კითხულობენ პროდასავლად განწყობილი პოლიტიკოსების გზავნილებს პროკურორები საქალაქო სასამართლოში. როგორც უფლებადამცველებმა დღეს სხდომის დაწყებამდე გვითხრეს, ის რაც ბრალში ვერ ჩაწერა პროკურატურამ თუ ვის გულისხმობდა მტრულ სახელმწიფოდ საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გაცხადა. ქართული ოცნების საგამოძიებო უწყება მტრულ სახელმწიფოდ უფლებადამცველების შეფასებით გულისხმობდა შეერთებულ შტატებს. მტკიცებულებების სხვა დიდი ნაწილი, რომელსაც კითხულობენ, აქაც ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, თვითონვე ადასტურებენ, რომ შემხებლობაში არ არის უშუალოდ წარდგენილ ბრალთან. მაგალითისთვის წაკითხული და გამოქვეყნებული იქნა გიორგი ვაშაძის ის სტატიები, რომლებიც რეალურად დათარიღებულია 2023 წლით და არავითარი კავშირი არ აქვს, მაგალითად 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარე მოვლენებთან. აქვე გამოქვეყნებული და წაკითხული იქნა ცალკეული განცხადებები, რომლებიც გაკეთებულია სხვა დროს 2022-2023 წლებში და ასევე აბსოლუტურად მოგვიანებით. სხვა კონტექსტში და სხვა შემთხვევაში. ერთ-ერთი განცხადება მათ შორის, რაც აგულისხმოთ და ნიშანდობლივად გვეჩვენა, გახდათ ის, რომ გამოქვეყნებული იქნა გიორგი, ესე ვთქვათ, ამონარიდის სატელევიზიო ეთერიდან, პირდაპირ ეთერიდან ტექსტუალური სახით, სადაც გიორგი ვაშაძე პოლიციელებს მოუწოდებს შეწყვიტონ გინება აქციის მონაწილეების მიმართულებით. და ამის წაკითხვა მოუწიათ თვითონ პროკურატურის წარმომადგენლებს საკუთარი პირით, საკუთარივე მტკიცებულებები. მაგალითად, გუშინდელი დღეს ძალიან დიდი ნაწილი მიეძღვნა ტაკერ კარლსონის განცხადებების გამოქვეყნებას, რამდენად ცუდია USAID, რამდენად ცუდია NEDI და როგორ ერეოდა CIA მათ საქმიანობაში, ან მათი მეშვეობით სოფლიოს მასშტაბით როგორ ატარებდა პოლიტიკას. ძალიან ყურადღებით ველოდებოდით, რომ რაიმე მტკიცებულება ისეთი იქნებოდა, სადაც კანონდარღვევის ნიშნები იკვეთება. გვაქვს განცხადებები, გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების საკითხი, საერთოდ რა შუაშია ეს. გვაქვს ის საკითხი, რომ ჯარიმებს უხდიან მოქალაქეებს და ეს არის თურმე დანაშაული და ამ პოლიტიკოსებს რატომ შეერაცხებათ ეს დანაშაული, ესეც ვერ გავიგე. გვაქვს განცხადებები უკრაინის ხარდამჭერის, სადაც ამბობს ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, რომ უკრაინას მთელი ცივილური სამყარო უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ. ეს განცხადებაც თურმე არის კანონდარღვევა, ანუ ჩვენს წინაშია მტკიცებულებების ნაკრები, რომლითაც პოლიტიკოსების საჯარო გამონათქვამები ამიერიდან ისჯება კანონით. 8 პოლიტიკური ლიდერის საქმეზე სასამართლოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. დღეს ბრალდებული პოლიტიკოსები დღევანდელ სასამართლოს სხდომას აარესტებიან, როგორც ადვოკატებისგან გავიგეთ, პროკურატურას მათ შორის პროდასავლად განწყობილი პოლიტიკოსების წინააღმდეგ 2021-2022 წელს გაკეთებული განცხადებებიც კი შეგროვილი აქვს და მოტანილი აქვს საქალაქო სასამართლოში. დღევანდელი სასამართლოს სხდომა 6 საათამდე არის გაწერილი, 6 საათის შემდეგ უკვე იტყვიან, როგორ იქნება ხვალინდელი დღის განრიგი. 47 ტომი აქვს წერილობითი მტკიცებულება გამოსაკვლევი პროკურატურას, ჯერ მხოლოდ 12 ტომი არის გამოკვლეული, ამიტომ საინტერესოა ხვალ როგორ გაგრძელდება სასამართლოს სხდომა. სწორედ ხვალ უნდა თქვას მოსამართლემ, როგორ რა განრიგით იმუშავებენ აგვისტოში, გაგრძელდება სასამართლოს სხდომები და გამოცხადება თუ არა პოლიტიკური ვერდიქტი, თუ პროცესები გადაიდება სექტემბრამდე.